ნარკოტიკზე დაგიჟდა დადებით. გადავიდეს ნარკოლოგიურ შედეგებში. კი ბატონო. მონერიოლოდ ბავშვებო. დაკავება მცირეწლოვანი შვილების თვალწინდა ნარკოტესტის ორი პასუხი 1 საათში. რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილე დავით ჩხეიძე, რომელიც ოჯახთან ერთად აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, ნარკოტესტირების საბაბით შეაჩერეს. 30 წუთის შემდეგ კი უთხრეს, რომ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ჩხეიძე თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მას ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა. პატრულის თანამშრომელი, რომელმაც აქტივისტს უთხრა, რომ ნარკოტესტზე დადებითი დაუდგინდა, ვახტანგ გაბუნია, აქციებზე დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმის მოწმე პოლიციელი, რომელსაც გიგაური ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ანწუხელიძის დალუქული სტენსილები და დაკავებული აქტივისტები. თბილისში პოლიციამ მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული გმირის კედელზე დახატვის უფლება არ მისცა. აქტივისტები განყოფილებაში გადაიყვანეს და ადმინისტრაციულ სამართალ დამღუევებად ცნეს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ ისრაელისა და აზერბაიჯანის მედია წერს. ზეიდ მოჯთაბა ხამენეი ოფიციალურად ირანის ახალი უზენაესი ლიდერია. მოკლული ალი ხამენეის ვაჟი ექსპერტთა საბჭომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წმინდა სისტემის მესამე ლიდერად გუშინ აირჩია. მე უკმაყოფილო ვარ, ასე გამოეხმაურა ტრამპი ამ ფაქტს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ ირანს ამერიკის თანხმობა არ ექნებოდა, ახალი ლიდერი დიდხანს ვერ გასტანდა.